ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინაიდან 57 დღე არის, რაც მიმდინარეობს უწყვეტი პროცესი და ამ პროცესებს მოყვებოდა არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდი, მანამდე რუსული კანონის მეორე ჩემბრუნება პირველი შემოტანა. მოკლედ ძალიან ბევრი ემოციური ამბავი გავიარეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რო აღარ ვისაუბროთ იმაზე, თუ საერთოდ საქართველოს ისტორიის პერიოდში რამდენი ხანია ვიმყოფებით ამ ძალიან მოკლე პერიოდში ბევრი მაგრამ ამ ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი რამ მოხდა და ამ ყველაფერს აქვს თავის ფაზები იმ თვალსაზრისით რომ რაღაც თავიდან არის ძალიან დიდი ბრაზის ფაზა მე შეიძლება ამ ბრაზს მათი სისტემის ქმედებიდან გამომდინარე მოყვეს ფრუსტრაცია ვინაიდან შეიძლება იმ მოკლევადაში იმ მიზანს ვერ მივაღწიოთ რომელიც ჩვენ ყველას ერთად დასახული ქონდა მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ბრძოლა გრძელდება და ყოველდღიურად იკრებს ახალ ადამიანებს რომლებიც ამ ბრძოლაში ერთვებიან მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად გავიაზროთ და გავაანალიზოთ თუ რა ასე ვთქვათ timelines გადავხედოთ სად ვიმყოფებით ახლა და როგორ უნდა გავაგრძელოთ ვთქვათ რომ რაღაცა ისეთი მოლოდინები არ შევიქმნათ რომ მე რაღაც ფრუსტრაცია გავიცადოთ მეორე დღეს იმიტომ რომ ეგეთი მეც მათ შორის ვარ მაქვს ხოლმე ეგეთი მომენტები როდესაც რაღაცა ძალიან ამაღლებული განწყობით ვარ რაღაც ერთ დღეზე მაგრამ მეორე დღეს რაღაცა ისეთი მოხდება რომელიც გარკვეულწილად იწვევს ჩემს ფრუსტრაციას რაც ნორმალურია ადამიანურია მაგრამ თავარია რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ და პროცესს შევხედოთ რაღაც ცოტა მასშტაბურად და ამოვზუნდეთ ასე ვთქვათ პროცესიდან და შევხედოთ თუ სად არის ჩვენი საბოლოო მიზანი და როგორ უნდა მივიდეთ აქ. და გავარკვიოთ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ რა უნდა შენს მოწინააღმდეგეს, რა მდგომარეობაში უნდა შენს მოწინააღმდეგოს რომ შენ აღმოგაჩინოს და როგორ უნდა იყო ამისთვის შემზადებული. მაია ცირა მოაიქნება ფსიქოლოგი დღეს ჩვენთან ერთად და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვია. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ სანდრომ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა მე ვფიქრობ შესავალ სიტყვაში და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხანგრძლივი ბრძოლა არის. ამ დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება. ძალიან მაღალი არის ემოციური ფონი. მე ნერვების ომს ვეძახი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვხედავ თუ რა სურს ჩვენს მოწინააღმდეგეს, როგორ უნდა რომ გამოიყვანოს საზოგადოება მდგომარეობიდან, როგორ უნდა რომ მოარყიოს ის ერთობა, რომელიც დღეს არის და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სწორად გავითვალისწინოთ მათი ასე ვთქვათ ზრახვები და შემზადებული ვიყოთ და პირიქით გავძლიერდეთ, უფრო გავერთიანდეთ და არ დაუშვათ რყევა, პირიქით გამოვიწვიოთ რყევა მათ სისტემაში. დიახ, მოგესალმებით და გეთანხმებით იმაში, რომ ეს ნამდვილად ნერვების ომია და ნამდვილად ჩვენ თელს საზოგადოებას ეხლა გვჭირდება სიმტკიცე და ემოციური სტაბილურობა და განსაკუთრებით ფხიზლად ყოფნა სიტუაციებში, როდესაც ცდილობენ ჩვენით манипуლირებას, ჩვენზე ემოციურ ზემოქმედებას და ამას ხვდებით ყველგან ნებისმიერ აქციაზე, მაგალითად შეიძლება უცებ იქ აღმოცენდეს ვინმე, რომელიც აი ცდილობს პროვოცირებას ხალხის, იქ ყოფი ხალხის კონფლიქტის გამოწვევას, ეს თითქმის ყოველდღიურად ხდება და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გაცნობიერებულად მართლაც აი ქერქის დონეზე ყოფნა და ესე იგი ყოველწუთში აი მზაობა იმისაც რომ მართლაც რაღაცა ბრძოლის ველზე ვართ ჩვენ აქ ემოციური მომენტებიც არის ფიზიკურიც, რა ვიცი, ყველანაირი აბსოლუტურად. და სულ ვფიქრობ ხოლმე უკაცრავად გაწყვეტინებთ რომ ძალიან საშიში არის აი ეს ბრაზი რომელიც საზოგადოებაში ჩნდება და რომელიც აბსოლუტურად ნორმალურია და ბუნებრივია, მოვახერხოთ რომ არ გადავიდეს იმ ზღვარს იქით რომ მე მათ არ დავემსგავსოთ და ჩვენც არ გავხდეთ რაღაცნაირად მათნაირი ვერ გავხდებით დარწმუნებული მე ძალადობას გულისხმობ აი იმ ზღვარზე ვიაროთ ღირსეულად ის გაბრაზებაც ალბათ. ამაში ალბათ ძალიან დაგვეხმარება ის თუ კარგად შევაფასებთ ვისთან გვაქვს საქმე, ფაქტობრივად გვაქვს საქმე სისტემასთან, რომელიც უკან არ იხევს და ეს უნდა კარგად გქონდეს გაცნობი, რომელსაც კომპრომისები არ იცი საერთოდ რა არის, რომელიც ვერ ხედავს, ზოგადად ვერ ხედავს ამ სიტუაციას სწორად. იცით რა, მე ვფიქრობდი რაღაცნაირად მინდოდა პარალელი მეკეთებინა არის ესეთი პერსონალური ტრანსფორმაციის თეორია კუბლდეროსმა შექმნა, რომელიც მუშაობდა მძიმედ დაავადებულ
ადამიანებთან და აკვირდებოდა, როგორ იღებდნენ ადამიანები ცვლილებებს და როგორ ახდენდნენ ამ ცვლილებებთან ადაპტაციას და მან გამოყო რამდენიმე ეტაპი, როგორ მიდის ადამიანი ცვლილებების მიღებამდე. და პირველი ეტაპი აქ არის უარყოფის ეტაპი, მერე მოდის რისხვა, მერე მოდის ვაჭრობის ეტაპი, მერე მოდის სასოწარკვეთის და ბოლო ეტაპი, როდესაც უკვე შენ ხვდები, რომ არსაიდ გზა არ არის, უკვე იწყებს შეგვებას, თუმცა ეს ესეც სწორხაზოვნად არ მიდის და რა თქმა უნდა ამ ეტაპების მონაცვლეობა ხდება. ხა რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება, ვინც ახლა ვართ, ასე ვთქვათ, აქტორი, აი ამ მოძრაობის ვართ სხვა ეტაპზე და ის ხალხი, ვინც ომი გამოგვიცხადა, ასე ვთქვათ, არიან საერთოდ სხვა ეტაპზე. ჩვენთვის გაცხადება იმისა, რომ ჩვენ გავიღვიძეთ სხვა საქართველოში, ნელა-ნელა ეს პროცესი 2022 წლიდან დაიწყო მეტ-ნაკლები პროცენტული ჩართულობით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, ხო? და იყო იქ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში უარყოფის მომენტები, იყო რაღაცა თვალის არიდების, არაჯეროვნად სიტუაციის, ეს ყველა ვიყავით ამაში, როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ასევე პოლიტიკოსებიც და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე აი როდესაც ჩვენ ყველას გადაჭრით ცხადად გავიგეთ, რომ ევროპაზე უარს ამბობს ეს ქვეყანა, უარის თქმა არის ეს, იმიტომ რომ ამ 4 წლის მანძილზე, რასაც ახლა ეს ხო მათი პოლიტიკური ტექნოლოგიაა, რომ ასე უნდა მოგვატყუო ნახევარი სიმართლე, ნახევარი ტყუილი, ეს უკვე კარგად აგვაქვს შესწავლილი. ამ 4 წლის მანძილზე ესეთი კანონები აქვთ მიღებული, რომ ამ ქვეყნისგან ჩრდილოეთ კორეას მივიღებთ რომელი ევროკავშირი, ხო, ეს ხო ზღაპარია და აი ზუსტად აქ ჩვენ ქართული საზოგადოება გადაჭრით აღმოჩნდით აი ამ რეალობის წინაშე. თუმცა მე მგონია რომ იქამდე ჩვენ გავიარეთ ეს უარყოფის ეტაპებიც, სხვადასხვა დაუშვათ იგივე მარტის აქციების დროს 2023 წელს 2024-ის გაზაფხულის აქციები, ხო? ამ პროცესში ჩვენ უფრო გამობრძმედილები ვართ და ფაქტობრივად თუ ეხა კუბდეროსის აი ამას გავყვებით, მე-6 საფეხურზე ვართ. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. მაგრამ სად არიან ისინი? ხო, არ ვიხდი ბოდიშს ამაზე, იმიტომ რომ ისინი არიან, ისინი ჩვენ არ არიან სამწუხაროდ ამ რეალობაში, ხო? სად არიან ისინი? ისინი არიან უარყოფასა და რისხვას შორის გაჭედილები. იმიტომ რომ მათ არ მგონია, რომ კარგად გქონდეთ გააზრებული რამხელა მუხტია, როგორი ენერგია და როგორი შემართებაა ხალხში. ისინი თავსაც იტყუებენ, თავიანთ მომხრეებსაც ატყუებენ. აი ეს არ არის შემთხვევით მარტო პროპაგანდის ნაწილი არ არის იმედზე, რომ გამოხშირულ კადრებს აჩვენებენ, ხო? ეს მარტო პროპაგანდის ნაწილი. ეს არის მათი შინაგანი მდგომარეობის. ისინი ჯეროვნად ვერ აფასებენ ამ სიტუაციას. რაღაცა მომენტი დგება, სინამდვილეს თვალს უსწორებენ, იწყება რისხვის ეტაპი და აი ამ ფაზას შორის, ასე ვთქვათ, მოძრაობენ და ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიყვანს როგორც ქვეყანას ძალიან სერიოზულ კრიზისში. ამაზე ლაპარაკობს ყველა. ხა მე ხო პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ წინა პირობები გუში რაც მოხდა, ხო, თქვენ ნახსენეთ დასაწყისში. ეს იყო აბსურდის თეატრი, ძალიან ცუდი მესიჯებით. სავსე, რომელმაც არ შეიძლება არ გააღიზიანოს და წყობიდან არ გამოიყვანოს ადამიანი, რომელსაც უნდა წესიერ ქვეყანაში იცხოვროს, ხო? აი ყველაფერს თავი გავანებოთ. აი წესიერ ქვეყანაში რო ცხოვრ, რა მოხდა რეალურად? რეალურად დავინახეთ, რომ ის ხალხი, ვინც უსამართლობის
ვთქვათ, სამართალი დაამყარა ამ ქვეყანაში, ხო, რაღაცა ისეთ აბსურდული გამოთქმა, ხო, უსამართლობას აქცია ნორმად, ის ხალხი აღნიშნავს, დღესასწაულობს, ესეც განაცხადია ერთგვარი, ხო, და აი ამ ხალხის იქ ყოფნაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბუნებრივად აქვს პროტესტი დედას, ახლობელს, მეგობარს, საზოგადოებას, ვისაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ჩაუსვეს, ჩაუკეტეს, ხო, და ეს ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, წინა საღამოს ბათუმში რა მოხდა, ხო? აი ამის შემდეგ ეს ხალხი აქ თავს მიყრის, მიდის აქეიფოთ და იცავს და კონცერტებზე დადიან საზღვრებს იქით კიდევ. ხო, ეს კიდე სხვა საკითხია, მაგრამ აი ეს აბსურდის თეატრი ამ ქვეყანაში ყველაფერს ამბობს. ამბობს იმაზე, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია არის ჩამოშლილი, ხო? ეხლა მე ხო არ ვამბობ ამას პირველად, მაგრამ ეს არის გაცხადებული. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ თეა წოლუკიანს, მის 2011 წლის ჩანაწერს მოусმინე, სადაც ის საუბრობს მოსამართლეებზე. მოსამართლე არის ქვეყნის სინდისი, მოსამართლე არის ქვეყნის სიმყარე და მოსამართლე არის, როგორ გითხრათ, რაღაცა გარანტია ადამიანისა, რომ შენ ადამიანურ გარემოში ცხოვრობ. დამოუკიდებელი სახელმწიფო შტო არის, ანუ ცალკე ხელისუფლებაა, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის მართლაც, ღირსებას და სამართალს, ხო, რეალურად, ანუ საპარლამენტო აღმასრულებელი და სასამართლო, ცალკე ხელისუფლება, რომელიც გარკვეულწილად საზოგადოების სახე უნდა იყოს და სინდისი უნდა იყოს. ჩვენ თხოვენ, იცით, რომ პატევი ვცეთ. კი ბატონო, მე ძალიან ბევრ მოსამართლესთან მქონია პროფესიული შეხება და ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელიც ვიცი, მოსამართლეც ვიცი, პროკურორიც ვიცი, ადვოკატიც ვიცი. ვიცნობ ამ სისტემას, მაგრამ ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება შენს, რაც ვიათ მაგათ მანტიას აკადრო ის რაც გუშინ მოხდა. საკეიფოთ მიმავალი მოსამართლეები, რომლებიც ზრებოდნენ რაღაც ბანერის ქვეშ, ეს იყო შემზარავი სანახავი, ხო? კიდევაც ვთქვი დღის ბოლოს, რომ აი ესეთი კინო ალბათ არ გადაღებულა. ასეთი სცენარი, ასეთი დრამატურგიული ჩანართებით არ მოსვლი არავის თავში, იმიტომ ეს მართლა დისტოპია, რაში ჩვენ ეხლა ვცხოვრობთ. აი, ფიქრობ, ლოგიკურად არ გვეჩვენათ, ანუ ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო, ზუსტად ეგ კადრები იყო, ჩემთვის ყველაზე ისეთი, როდესაც ვნახე, რომ რაღაც ბანერი ჰქონდათ გაჭიმული, რომ რაღაც ხალხი შეეკავებიან და იმის ქვეშ რო ძრება ერთ-ერთი მოსამართლე. აი ამ 47 დღის განმავლობაში რაც ხდება, რასაც ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურად სასამართლო დარბაზებში, ძალიან ლოგიკურად და ასე ვთქვა, არ ვიცი რა დავარქვა მაგას. სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის, მაგრამ ლოგიკურად მომეჩვენა თუ როგორ ეს ხალხი აკეთებს იმას. ჯერ ეს ერთი რომ მაგათი არჩევანი ეგ არავინ არ დაიჯერა, ძალიან ხშირად მესმის რომ აი სხვა გზა არ აქვს, სხვა გზა არ აქვს, სხვა ვერაფერი ზავ. რეალურად არჩევანი ყოველთვის არის, ან ერთ გზას რომელზეც ეგენი შეედგნენ და მეორე გზა არის კი, ან დისიდენტი მოსამართლე უნდა გახდე და აირჩიო მეორე გზა, შეეწინააღმდეგო რთულია, ერთმნიშვნელოვნად არ ვამბობ იმას, რომ რაღაც ძალიან მარტივია ამ გზის არჩევა, მაგრამ არჩევანი ყოველთვის ვართ არჩევანის წინაშე, როგორი გადაწყვეტილებას არ უნდა მიიღო. მაგათ აირჩიეს ეგ გზა და მაგიტომ არის იმასაც რომ ვერ ამბობ, რომ დარბაზი უნდა შეცვალოს, შენ თვითონ მოსამართლე წუხდები, იმიტომ რომ უჟანგბადობა გაქვს მაშინ რა ქვია, დარბაზში და იმის უფლებაც არ აქვს. ის კი არა რომ რამე განაჩენი გამოიტანო, რაც შენ გინდა. იმის უფლებაც არ გაქვს, რომ თქვა, რომ მოდი შევცვალოთ და სხვა დარბაზში გადავიდეთ, იმიტომ რომ ვერ გააკეთა ეს მოსამართლე. რამდენად დიდია ზეწოლა ყველაფერზე. ყველა ინსტიტუცია რო ჩამოშლილი, ამის ნიშანი ისიც არის, რომ აი მან სახალხო დამცველის წარმომადგენელი უნდა მონიტორინგს აკეთებდეს. ეგ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომ ამდენი ადამიანი, ამდენი დაკავებული პირი ერთ პატარა სივრცეში თან ასაკიც უნდა გაითვალისწინო და ყველაზე სული შემძვრელი რაც არის. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ამ ქვეყანაში 2016 წელს ზარ ზეიმით მივიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ხო, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს. მე პირადად უამრავი ტრენინგი მაქვს ჩატარებული ამ თემაზე მოსამართლებისთვის, პროკურორებისთვის, გამომძიებლებისთვის. ღმერთო ჩემო, სად არის ეს ყველაფერი? 21 წლამდე ასაკის ადამიანები არიან, როგორ შეიძლება ასე კანონის ჩარჩოებიდან ყველაფერზე ხაზის გადასმა? ეს არის აბსოლუტურად. იცით რა არის? ახლა თქვენ ხო საუბრობთ, რომ ნერვების ომია რა. მარტო ჩვენსკენ არ არის ნერვების ომი.
იქეთაც ნერვები ზომია და უნდა ვეცადოთ ყველა, რომ ადამიანის სახე არ დავკარგოთ. ჩვენ ის ხალხი, ვინც ვართ ქუჩაში, ვინც ვიბრძვით ყოველდღიურ რეჟიმში, რომლებიც ვართ უკვე დაღლილებიც, გამოფიტულებიც, მაგრამ კრიზისს არ აქვს მარტო უარყოფითი მხარეები. კრიზისს აქვს ბევრი დადებითი მხარე. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი რამ დავინახეთ. დავინახეთ ის, რომ ახალი საქართველო იბადება, დავინახეთ როგორი თანმიმდევრულები ვართ, როგორი კრეატიულები და ყველაზე მეტად რაც მომეწონა და მგონია რომ ეს ახალგაზრდა თაობის დამსახურებაა, ხო? აი ყოველთვის ნერვებს მიშლი და გამოთქვა რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, მაგრამ აქაც ძალიან ზომიერები არიან ახალგაზრდა ჩვენ არ გადავარდით ტოქსიკურ ნარცისიზმში. აქაც არის, აი მე ამ პროცესებს ვაკვირდები, როგორც მოქალაქე, როგორც ადამიანი, როგორც პროფესიონალი და ეს ძალიან კარგის მიმანიშნებელი და ძალიან მთავარი ჯანსაღი საზოგადოება იბადება და ვიყოთ აი რაღაცნაირად ძალიან ფხიზლა, ძალიან შემართულები იმისთვის, რომ არ ჩაგვიყოლონ, აი ამ თავიანთ ცუდ თამაში, აი ბოროტ თამაში, იმიტომ რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობთ ამას, ხო? რომ უნდათ რომ აი მიზან მიმართულად, მაგალითად რაღაცა სანქციები მიიღეს, დავაჯილდოებთ, ხო? ანუ რეფრეიმინგს უკეთებენ ყველაფერს მათ სასარგებლოდ, რაც და აჯერებენ მათ მომხრეებს. მე დარწმუნებული რომ ყველაფერს დაინახავს. იმიტომ რომ ჩვენ აი ამ ცვლილებების, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციის სხვადასხვა საფეხურებზე ვართ. მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც გუშინ სერიოზული ოპონენტები იყვნენ და დღეს იქ დგანან. ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც შეწყვიტეს ბოდიში ამ სიტყვაზე გაправება ოცნების, ეს უკვე სიმპტომია, სიგნალია, ვიღაცა სხვადასხვა ეტაპზე არიან ადამიანები და ყველაფერს დაინახავს. მთავარია რომ ჩვენი მთავარი გზამკვლევი იყოს არა ფსევდო პატრიოტიზმი, რომლითაც ცდილობენ და ეს ანაცნობია ხა საბჭოთა პერიოდში გაზრდილი ადამიანისთვის, ჩემთვის აი ნახევარ სიტყვაში ხვდები სად არის პროპაგანდა, რომ მაგაში გავიზარდე, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფსევდოპატრიოტიზმი კი არა, აი ნამდვილ ჩვენს იდენტობას, ნამდვილ ჩვენ სამშობლო სიყვარულს ჩავეჭიდოთ, სიმართლე ჩვენს მხარეს არის და მე ჯერა აი ამ ახალი საქართველოსი. მთავარია რომ ვიყოთ მოზომილები, ფრთხილები, წინ დახედულები, ბევრი ვიმუშაოთ ჩვენს ემოციურ თვითრეგულაციაზე, ამის უამრავი მასალა დავდეთ სხვათა შორის ფსიქოლოგებმა, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და აი ასე ფხიზლად და ძალიან საღი გონებით გავუყვეთ. ამ ომში ჩვენ დიდხანს მოგვიწევს ყოფნა და უნდა დავზოგოთ ჩვენი ძალები. მე ესე ვფიქრობ. ყველაზე მთავარი მაინც არის რომ მთავარი არ უნდა გავჩერდეთ, იმიტომ რომ ამას მოყვება ძალიან მძიმე შედეგები, თუ აი რასაც ცდილობს სისტემა, რომ მათ შორის თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ბრაზისა და უარყოფის ფაზაში არიან და ეგ ძალიან საშიში ფაზაა. ვაჭრობაც არ დაუწყიათ, არანაირი შემოთავაზება. ძალიან საშიში ფაზაა, იმიტომ რომ ეგ გაიმტკიცეს, ხო, მაგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჯერ პირველ რიგში იმ ადამიანების მსხვერპლი, რომლებიც ახლა საპყრობილეში იმყოფებიან, ტყუილი იქნება და ჩვენზე არის ეგ პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა გარეთ ვიმყოფებით, რომ არავითარ შემთხვევაში ეს ადამიანები იქ არ უნდა დავტოვოთ და ჩვენ ამის პირველი ასე ვთქვათ წამალი არის ის, რომ არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ეს პროტესტი მანამ სანამ არ მოვიპოვებთ გამარჯვებას. შესაძლოა ქალბატონ მაიამაც ახსენა, რომ ფიზიკურადაც, ემოციურადაც, მენტალურადაც გამოვიფიტეთ, გარკვეულწილად დავიღალეთ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ სადამდე შევძლოთ იქამდე ვიყოთ და მერე სადამდე საჭიროა იქამდე ვიყოთ, იმიტომ რომ ეხლა ვართ იმ ფაზაში, როდესაც სადამდე შევძელით ვართ, მაგრამ ეხლა უნდა გავაგრძელოთ სულა იქამდე სადამდე საჭიროა. საჭიროა იქამდე სანამ არ დაინიშნება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები და ეს ხალხი გარეთ არ გამოვა. სხვანაირად ის გზა რაც გავიარეთ ამ პერიოდში იქნება ამაო არაფრის მომცემი იმ თვალსაზრისით, რომ თუ ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული, მართლა არავინ არ იცის რამდენხან შეიძლება
მოგვიწევს ამ რეჟიმის ქვეშ ცხოვრება ბევრად უფრო უარეს პირობებში, იმიტომ რომ აქ უკვე ყველანაირი ნიღაბი ჩამოხსნილია, ყველამ ვიცით ვინ რა არის და უკვე არანაირი სურპრიზი აღარ იქნება. ეს პროცესები თუ ისე არ დამთავრდა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, მეორე დღეს შეიძლება უბრალოდ ვიღაცები დააკავონ, იმიტომ რომ რაღაცა. არა, უბრალოდ შეიძლება ეს ქვეყანა აღარ იყოს. ხო, არა, ისეთი იყოს, როგორც მათ წარმოუდგენია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე გავაცნობიეროთ ის ფაქტიც, რომ ყველა ადამიანს შეგვიძლია ამ ბრძოლაში ჩავერთოთ ისე, როგორც ჩვენ შეგვიძლია. ვიღაცას შეუძლია ქუჩაში დადგეს, ვიღაცას არ შეუძლია. ყველას შეუძლია მონახოს აი თავისი ბრძოლის მეთოდი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთობა. თავარია ჯამურად ნამდვილად, საკუთარი თავის. ეს არის პირადი პასუხი. ნამდვილად. თავარია ჯამურად იმის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ, შექმნათ წნეხი და მაიკომ ძალიან სწორად აღნიშნა, ამ წნეხის შექმნაში ადამიანებს სხვადასხვანაირი მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. იქნება ეს ფიზიკურად გარეთდგომით თუ იგივე სოციალურ ქსელში ან ადამიანებთან საუბრით სხვადასხვა ვითარებაში. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, ჩვენს დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, მშვიდობიან დღეს გისურვებთ და რაც მთავარია მხნეობას, ყველაზე მნიშვნელოვანი და გაუფრთხილდით თქვენს ნერვებს. ეს არის კარგი გაფრთხილება არის, რომ როდესაც ძალიან ბრაზდებით, 10-მდე უნდა დავითვალოთ და ღრმად უნდა ჩავისუნთქოთ და მერე გავაგრძელოთ მოქმედება. ასე რომ ხვალამდე. აგებშვიდობებით ხვალამდე.